ვიწყებ მეხუთე კვირის ვლოგის ჩაწერას, არის 31 დეკემბერი, 12-ის ნახევარი. ჩემ ქმარს აქვს სიცხე, ამიტომ ყველანაირი გეგმა ჩაიშალა, სადმე წასვლის და გაატარეთ ჩემთან ერთად სახლში ახალი წელი. წავიდეთ ერთად გავშალოთ სუფრა. იმ საჭმელებით, რომლის გაკეთებაშიც დაახლოებით 10%-იანი წვლილი მიმიწვევს. Let's go. Hi. დღეს არის 2 იანვარი. დავიბედეთ პირველი თოვლი. და ძალიან მიხარია. სხვა შორის არ ჩანდა ესეთი კარგი თოვლი თუ იქნებოდა ვაკის პარკში. ბავშვობიდან ყოველთვის ძალიან მჯეროდა ბედობა დღის. სულ მეგონა რომ ამ დღეს როგორც მოვიქცეოდი, მთელი წელი ეგრე დამებედებოდა. გულწრფელად მჯეროდა, ამიტომ სულ ცდილობდი რომ ამ დღეს ჩემი თავის საუკეთესო ვერსია შემექმნა. და გამახსენდა ჩემი ეს ფიქრები და გადავწყვიტე რომ დღესაც რაღაცა იდეალური ჩემი თავი ვითამაშო. ვივარჯიშებ, ცოტას ვიმუშავებ, ჯანსაღად ვიკვებები. ახალი წლის სუფრას რამენაირად უნდა გავექცე. თუ შევძლებ არ ვიცი. სანდრო გოგოხიას რჩევები გავითვალისწინე და შევეცადე რომ მარტო მეჭამა ბაჟე, ხაჭაპური და ცოტა ნიგვზიანი ბადრიჯანი, ანუ სხვა რაღაცებს დიდად არ შევეხე. ამიტომ ვფიქრობ რომ ავირიდებ ცოტაოდენ კალორიებს. დღეს ვიდეოც უნდა დავამონტაჟოთ, ჩემ დასთანაც უნდა წავიდე, იმიტომ რომ ვირუსები რადგან იყო ჩემკენ ორში არ წავედი, არ ვინახულა და ვიდეოს დაედიტების დრო მოვიდა. მეოთხე ვიდეო დაიდება. წესით შობა დღეს დავდებთ, ნახოთ. იმიტომ რომ ყველა სახლში იქნება და ვიდეოს ყურების ალბათობა გაიზრდება, ამასაც ხო დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის დავდებთ და მოკლედ შევეცდები რომ დღევანდელი დღე გავატარო სიკეთეში, სიყვარულში, კარგად ყოფნაში. მოყინული არის გზები, აი აქაც კი გაჩვენებთ. და ძალიან მიჭირს სიარული, ამიტომ თოვლში დავდივარ, ნახეთ რა ლამაზია. ლამაზესი. თოვლი მყარებია ყველაზე ძალიან. იმდენი ვაქეის პოინტი რომ შეგვეშალა და სითიმოლის მაგირად კინოს ბილეთები ის პოინტში ვიყიდეთ. ლირიკაზე მოვედით მიშა მესხის ახალ ფილმზე და გეტყვით კარგი იქნება თუ არა. Ziyan karat, ircat kera, karit gera, iksak narat, 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 tazdam jera, bendi sera, kuyflus marat, hey, hey, da jurem tuğla, hey, hey, jurem tuğla. Teri xar. Arutini. Rada teri xar. Şeget mişam bilçoda. Ay, rada teri. სამი იანვარია. მივდივარ ცითიმელში, იმიტომ რომ კიდევ ძალიან პატარა საყიდლები დაგვრჩა. მე უნდა ვიყიდო ჩემთვის AirPod-ი და კამერისთვის რაღაც ჩიპი და მე ჩემ ყარ ნახავს რომ მე არ მახსენო. და მაგის საყიდლები არ მახსენებთ. კაი. და მე მივდივარ საღამოს დეიტზე. ხო? არა. მოდი ხარ? მოზაიკოში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია მესმის რომ გემრიელი სუში აქვს და გემრიელი დესერტები და გავსინჯოთ, მაინტერესებს. ხურდება მანქანა. მახურდა. მან გახურდა. დაინტერეს. შენ მძღოლი ვარ. მოდა. დავიდა. აუ, საბურავები როგორ დასამყარებელი. ერთი ცალი. იქნება სადმე?
აი ცად იქნება სითიმულთან არის რაღაც მე ვიცი ერთი ადგილი. წავედით. მოკლედ, გინდ დაიჯერეთ გინდა რა სითიმულში ვერ შევედით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო. სწორედ ამოვედით? მესამეზე ვართ. ძალიან ბევრი ხალხი იყო, მანქანაც ვერ გავაჩერეთ და წამოვედით პირდაპირ. მოვედით ამბასადორში. პირველად ვარ აქ. არასდროს არ გამჩენია სურვილი რომ ავსულიყავი. მხოლოდ მოზაიკოს გამოვარ აქ. Let's see, შევაფასოთ. ეს ძალიან ლამაზი ხედი კი არის. ძალამაზე აქაურობა, მაგრამ რაღაცა სიმყუდროვე არ არის. გაშლილი სივრცეა ერთიანი ესეთი. მე არ მიქმნის დისკომფორტს, მაგრამ ალბათ ვისაც ცოტა განმარტოვება უნდა და მყუდროდ ვახშმობა, მაგასთვის არ იქნება იდეალური ადგილი, თუმცა ძალიან კარგი ხედია. ახლა გადავხედოთ წამოდი. ვეტები მოიტანეს, რომელიც არის უპატარაესი და ნახოთ გემრიელი თუ იქნება. Let's see. ძალიან გემრიელია. აი ძალიან. ინდა ესეც საჭმლის კეთება რო ვიცოდე? ეს შავი რა აქვს ნეტასევიდან. სახალხო დეკორაცია ხო არა? წვიმები ხო არ არის? რა სიტყვა? რაღაცნაირი შავი ისინი აქ და რა წვიმები. საოცრება. მადლობა. გამოიყურება ძალიან კარგად. ნახოთ. ძალიან გემრიელია. რედიშანის უმამის სუშის მირჩევნია მე ვასაბი აბაშიძეზე რაც არის ოიშოთ არა 0 ოიშო არის 0 მეგადაა მაგას ფილოსოფია ყველაზე გამერედა მაგას შემოყარს ვასაბი გაქვს გასინჯული არ გახსოვს უეჭვარი იმიტომ რომ ვასაბი ძალიან გემრიელია ხმერთ რა დამარს ეგვიპტის ყველა ჯობდა. ეგვიპტეში? მოკლედ, ვიყავით რაღაც all inclusive სასტუმროში, სადაც საშინელი საჭმელი იყო. პირველი 2 დღე აი გავგვიჟდით. ნუ მე ვერაფერს ვჭამდი საერთოდ, მარტო მაკარონს, ტომატით თუ რაღაცით. და ჩვენს პაკეტში შედიოდა რაღაც 5 ვიზიტი. რესტორნებში რა იქ იმავე კომპლექსში არსებულ რესტორნებში და გადავწყვეტეთ რომ ცადოთ რომელიმე რესტორანი. იყო რაღაც იტალიური, აზიური რაღაც. ჩვენ გოგონას ზოგადად ეგვიპტეში საჭმელი არ ვარგა, რომ ისეთი გემრიელი საჭმელები იყო ამ რესტორნებში. აი ხა სუში ალბათ ამაზე გემრიელი. ის საოცრება მართლა. რა რქო ჩვენ სასტუმროს Sunrise Diamond? კი, Sunrise Diamond-ი რქო. უხასიდება ვიდეო. რომელი კიდე? დამიტმე? კი, ნამდვილად გემრიელია.
ძალიან კაი იყო. მოვიდოდი კიდევ, ხან? Yes, მოვიდოდით. ახლა cheesecake-იც მიგავსებთ. რაღაც top cheesecake-ია. აქ. მედებს არ გამეცრუებს, როგორც ტელეგრაფმა გამეცრუა. ზოგადად არ მიყვარს ესეთი ლაქშერი ადგილები რა, რაღაც აი პარაგრაფშიც მაგიტო არ ვარ ნამყოფი, რომ აი რაღაცა ზრიალებს, რაღაცა ყველაფერი არ მომწონს თან ესეთი ადგილების მიმართ ყოველთვის მაქვს შედარებით უფრო დიდი მოთხოვნები და მომწონს ძალიან აჭარა ჯგუფის რაღაც სივრცეები, მომწონს უფრო ნადლობა. მომწონს უფრო ნაკლებად ლაქშერი სივრცეები და ნახოთ ახლა როგორ experience მივიღებთ აქ. დესერტებში ტირამისუ არ მიყვარს და საერთოდ ვერ ვხვდები რა გიყვარს ტირამისუში. დამწვარი ბასკური cheesecake, ბასკური cheesecake-ს ვგიშდები, ჩვეულებრივიც მიყვარს, მაგრამ აი შემბრაწულიც ძალიან მიყვარს. მილფეი, რომ ბაბა, არ ვიცი რა არის, ნაყინისნაირი სახება ხელივსო, ანუ ბასკური cheesecake გადაწყდა. ვითხოვ ახლა გიორგისაც რომ ეს ხო უნდა თუ არა. ერთი cheesecake იყოს ბასკური და ერთი მილფეი. ინდა? არა, მადლობა. შენი რა ლამაზია. და ახლა ჩემი cheesecake. შენი თუ უფრო გემრიელი იქნება, შენსაც მე შევჭამ და ჩემსაც შენ შეჭამ. კარგად გამეყვება. სუმი არ აქვს. საოცრება. ახლა იქ გამასინჯა. ეს არ მომეწონა. ჩემი არ არის უბრალოდ. ანუ საოცრად ჰაეროვანი. საოცრად გემრიელი. ყველაზე კარგი ბასკურ cheesecake-ი ნაჭამი მაქვს განჯინაში. აი შენ სახთა რო იყო. და ახლა რო აბაშიძეზე გადავიდა. სხვა ნამცრობი არ ვიცი. არ მომწონს უბრალოდ. აი ეს ბასკური ქონდა ძალიან გემრიელი. არ ვიცი ახლა გავგჭოს თუ არა. აი ბასკურ cheesecake-ს რა აქვს, იცი, აი ცოტა გიტოვებს სიმშრალის შეგრძნებას ზოგადად და ეს არის ძალიან სველიც და ესეთიც არა მშრალი მოკლედ რომ ძალიან კაია. ნახეთ რა მხოლოდ მთვარეა. ეს არის მთვარე, სავსე. ეხლა უნდა ვნახო სავსე მთვარესაც რა ხდება. როგორც მახსოვს რაღაცას ვიფიქრებდი ხოლმე. აი, გამოვედი სავარჯიშოდ, დღეს არის კვირა. და მივხვდი რომ ძალიან მჭირდება წელის ჩანთა, აი ესეთი. და ჯიბეში მიდის ძალიან ბევრი რაღაცა გასაღები, ტელეფონი, კამერა და მოკლედ ძალიან არკომფორტული იყო ჩემთვის და დავაპგრეიდოთ ჩვენი სიარული. ჩანთი ბიბლუში ვიყიდე. ცოტაც ვირი ღირდა. მაგრამ რაღაც 64 ლარი. არ ველოდი ამ ფასს, მაგრამ არა, ჩას გამიხარდა რომ ვიტოვე. ვიყიდე. თავით ახლა სავარჯიშოდ. ბიბლუში რა შევედი, რასონი ვიგრძენი, იცით? აი, ბავშვობაში სკოლამდე წიგნებს რო ყიდულობდნენ. აი, მაღაზიაში რასონიც იდგა, ფანქრების, საღებავების, ფურცლების, წიგნების, აი, ყველაფერი ერთად და აი, ყველა ემოცია ერთად მოიტანა, იმიტომ რომ აი, საოცრად ნოსტალგიურად გამახსენდა ეგ პერიოდი. გიზდებოდი პენლებზე, ორფეულების გადასაკრავებზე და რა თქმა უნდა, დედაჩემი არასდროს არ მყიდულობდა იმას, რაც მე მინდოდა და ყოველთვის მყიდულობდა, აი რაღაცა 5 წუთით ადრე საკონტროლოსთვის როლს რო დამაბარებდნენ, აი ლურჯ
ლურჯთან მეტფურცლიან რვეულს, რომელიც აი მიზიზღებოდა და აი ჩემ კლასელებს ძალიან ლამაზი რვეულები რო ქონდათ ან წიგნებზე გადასაკრავები ან ასე შემდეგ ნებისმიერი აქსესუარი მე ძალიან ცუდად გრძნობდი თავს, იმიტომ რომ დედაჩემისთვის ეს ყველაფერი აი არაფერს არ წარმოადგენდა და ძალიან როგორ გითხრათ, გულგრილად ეპყრობოდა ჩემს აი ამ სურვილებს და იდეაში ძალიან გვიან მივხვდი რა მომწონდა, რა მსიამოვნებდა, როგორი ორგანიზებული ვიყავი, სად რა როგორ მინდოდა რომ ჩამელაგებინა და მელაგებინა, აი ორგანიზერებზე რომ გიждები ყველაფერი ძალიან გვიან აღმოაჩინიან. ვიცოდი მომწონდა, მაგრამ აი ჩემს აი ამ სურვილს ძალიან ზედაპირულად უდგებოდნენ. და ძალიან განვიცდიდი საკონტროლოზე, სხვებს რა ლამაზი როულები რო ქონდათ და მე არა. აი ძალიან ჩემ შულს აუცილებლად უყიდე ყველაფერს, რასაც დიდ დაადებს. წინა ტყავში როლეტომაც დაზიანებული იყო. მაგრამ ფორმით რა თქმა უნდა ისჯობდა. ეს ცოტა პატარაც მაქვს. თუმცა მაინც ულამაზესია. მოკლედ ახალ წელს სოფელში მოვედი, ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ ჩემი ოფისიდან ჩანს და მინდოდა გამეგო მართლა ესეთი ლამაზი იყო თუ არა, როგორიც ჩანს. მოკლედ, საერთო ჯამში ესე რომ შევაფასოთ, ევროპის ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი მსგავსი ტიპის სოფელში. და ვფიქრობ, რომ არც ერთს ესე არ ჩამოვარდება დიზაინით, თუ არ აღემატება, იმიტომ რომ მართლა დეტალებსაც რო დავაკვირდეთ, ნაძვის ხეებსაც, დიდ ნაძვის ხესაც, პატარებსაც, ყველაფერი ძალიან ლამაზია, მაგრამ აი ადამიანი რო შემოდის, აქ უნდა იყოს გაკვალული, განსაზღვრული მოძრაობის წესები, ანუ საიდან იწყებ და სად ასრულებ სოფლის დათვალიერებას და სოფლის რაღაცა აქტივობებით კვების ობიექტებით სარგებლობას. რაც არ არის და ძალიან დიდ ქაოსს ქმნის. შუაში არის კონცერტი, რომელიც მოძრაობის წესებს აფერხებს და აქ რო ბავშვთან ერთად ყოფილიყავი, ალბათ აი ჭკუიდან შევიშლებოდი. ასევე ყველა ობიექტს აქვს თავისი სიმღერა ჩართული, რაც აი კიდევ უფრო დიდი ქაოსი არის, იმიტომ რომ ვიღაცას ქართული სიმღერა აქვს, ვიღაცას უცხოური და ასე შემდეგ. რაც შეეხება ობიექტებს, მე როგორც ვიცოდი, აქ მარტო უმეტესობა იყვნენ რუსი ობიექტები, რუსულენოვანი გამყიდველების, თუმცა ეგრე არ არის, იმიტომ რომ ბევრი ქართველიც დავინახე. არ ვიცი. ფიქრობ, რომ ეს შევადარო ალბათ 50-50-ზე იქნება უცხოელები ქართველებს, იმიტომ რომ ბევრი ქართველის ობიექტი დავინახე. რაც შეეხება აქტივობებს, ძალიან მომწონს, ბევრი ატრაქციონია და ვფიქრობ, რომ ბავშვთან ერთად ვინც მოხვალთ და ვისაც ნერვები გაქვთ, ალბათ ბავშვს გაართობთ, თუმცა ცივა რა თქმა უნდა. საერთო ჯამში დიზაინის გარდა რო შევაფასო, არის 10-დან 5, იმიტომ რომ ანუ აქედან რომ გადიხარ, ბედნიერი ვერ ხარ, იმიტომ რომ დაღლილი ხარ, ქაოსში იყავი და მოკლედ კონცერტიც რაღაცა საოცრებებს მღეროდნენ. მოკლედ არ მომეწონა, ბევრად უფრო მეტი პოტენციალი ქონდა ესეთი კარგი დიზაინით გაკეთებულ სახელმწიფო სოფელს. თქვენ რა სიტყვით გამიზიარეთ, ვის მოგეწონათ და ვის არა. დიზაინში მართლა 10-დან 10. აი, მოვიწესრიგოთ სახე. სახის დილობით არ ვიბან დასაბანიკელით, ხოლმე წყლით ვიბან. მაგათ პეპერონსის განვიწყებ. თავიდან ვიწყებთ. სწორად დაგანახებთ. ეს არის ესენციით. შემდეგ გადავდივართ შრატზე.
შემდეგ მოდის მიზონის პეპტიდები. შემდეგ გვაქვს დამატენიანებელი კრემი. ძალიან ცოტაც კი საკმარისია. ადრე ხმამობდი. ადრე რა. შეიძლება გამთავრებია ჩვეულებრივი თვალის კრემს და ახლა გადავედით ჰიალურონით აქტიური ბესამით თვალის კრემზე. აპლიკატორიც უკეთესია, მაგრამ ხელით მაინც ყველაზე კარგად ვისმევ. და რადგან გავდივარ გარეთ დღეს წავისვათ ზისგან დამცავით ხმარობ მიზონის in-outs, რომელიც ძალიან მომწონს. დარცოს რეკომენდაციით ვიყიდე. ესეც ასე. ეს იყო აგრეთვე ხო წავიდეთ სავარჯიშოდ. მე შევჭამ კომპლეტ დღეიდან მოხშებულება. და განსხვავებულად ნაგავათა რომ ერთ კვირიანი მშობლება არ შეიძლება მივდივარ, მაგრამ თბილისში დავისვენოთ. 2 საათია ვაყენებ კამერას. მიკროფონი. რაღაცას რო შეცვლი და უკან რო ზუსტად ისე ვეღარ ამაგრებ ვეღარას დროს და თან მივხვდი რომ რაღაც სამაგრი რაც მაქვს ამით ვაფუჭებ. ყავს რაზეც ამაგრია და მოკლედ ეხლა რაღაც ნაჭერი დავუფინე. მე მგონი ცოტა უკეთესი ვერსია გამომივიდა, უნდა დავგუგლო ერთი. როგორ არ გავაფუჭო ეს ტყავი. წავედით წრეში. წრე არის სპორტ დარბაზი მცხეთის ქუჩაზე, რომელიც არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი, იმიტომ რომ 4 წელი ვმუშაობდი, მე მგონი გითხარით უკვე ადრე. თავიდან მუშაობდი ადმინისტრაციაში და მერე გადავედი მარკეტინგშიც და ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები. ნუ ეხლა ვფიქრობ რომ საუკეთესო წლები მაქვს, მაგრამ აი ესეთი რა, აი დასაწყისი. ყველაფრის უკავშირდება წრეს. ძალიან მიყვარს ეს ადგილი და ზოგადად წრემ შემეყვარა მუშაობაც. და აი ჩემი თავი წრეში ძალიან კარგად გავიცანი. და ჩემი თავიც ამ პერიოდში შევიყვარე ყველაზე მეტად. ყველაზე კარგად აღმოვაჩინე ჩემი უნარები, რისი გაკეთება შემეძლო, რისი არ შემეძლო და აი არ შემიძლია არ ვთქვა, წრეში უფროსები ვინც მყავდნენ, მფლობელები იქნებოდნენ თუ მენეჯერები, აი ყველას იმდენად მადლიერი ვარ, რომ ესე მენდობოდნენ და ესეც თავისუფლებას მაძლევდნენ, რომ აი რა ვიცი, დღეს დღეობით ძალიან რთულია რომ იპოვო ისეთი მენეჯერი, ისეთი უფროსი, რომელიც ეგრე გენდობა. მგონია რომ ზოგადად ყველა თანამშრომლის მიმართ იყვნენ ეგრე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ნდობა. სხვანაირად შლიფრთებს ესე მგონია სამსახურში. სხვანაირად ავლენ შესაძლებლობებს და ასე შემდეგ. მერე პანდემია დაიწყო, პანდემიის დროს ცოტა ხნით დაიხურა წრე. და მაშინ მომიწია სხვა სამსახურში გადასვლა. თორე არ ვიცი მართლა როგორ წამოვიდოდი, სულ ვფიქრობდი რომ აი ნეტა წრიდან როგორ წავლე. ეხლა ვფიქრობ დატაარდზე, იმიტომ რომ დატაარჯის უკვე 4 წელი მისრულდება და ანუ ჯერჯერობით ისევ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და მოკლედ შეიძლება ვიყავი წრეზეც. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. მაგრამ მე ცუდი რაც გავაკეთე წრეში ყოფნის დროს არის ის, რომ არ განვივითარე სავარჯიშო უნარები და მოკლედ წლევანდელ წელს ძალიან ბევრი ჩელენჯი მინდა რომ დავუსახო ჩემს თავს და ერთ-ერთი არის ვარჯიშის კუთხით ჩელენჯი. ძალიან მინდა რომ before after გავაკეთო ამ ვიდეოს მეშვეობით, ანუ ეხლა მინდა გაგიზიაროთ რა ვიცი ვარჯიშის შესახებ და წლის ბოლოს რა მეცოდინება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც მაქვს სასწავლე. ანუ ეხლა მივიდივარ წრეში, არ მაქვს სავარჯიშო პროგრამა, არანაირი გაიდი, არანაირი მიზანი. უბრალოდ მინდა რომ დავისახო მიზანი და შემდგომ ამ მიზანს მივყვე. ვარჯიშის შესახებ რაღაცები ვიცი, მაგალითად გახურება რომ მნიშვნელოვანია, გაწელვა რომ მნიშვნელოვანია, რომ წყობაში ჩადგეს, მერე ვარჯიშის ბოლოს ყველა კუნთი თავის ადგილას. კიდევ ვიცი რომ ხო მაინც და მაინც ძიმე წონებით დაწყება არ იქნება უმჯობესი ჩემთვის. ასევე ისიც ვიცი რომ ძიმე წონებით ვარჯიში კარგია წონის კლებისთვისაც. მაგრამ ეხლა ჩემი მიზანი უფრო არის ფორმები. მოკლედ დავიწყებ აუცილებლად პროგრამის შედგენას. ეხლა ვფიქრობდი და ძალიან კარგად ვარჯიშობდი. ჩერი, ნინო ჩერგეზიშვილი თუ იცით, ტრეინერი არის, ჩერის ფიტნესი აქვს აპლიკაცია.
რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ, რომ ძალიან კარგი ვარჯიშობის პროგრამა იქონიოს. და დღეს ორშაბათია და ეგ ხო არ ვიყიდო? კი, მაგას ვიყიდი, მოკლედ ახლა შევიძე ნინოს აპლიკაციას. მოდი თქვენთან ერთად ვნახავ. იმიტომ რომ ძალიან კარგ ფასად აქვს ამ კარგი სავარჯიშო პროგრამა. პანდემიის დროს შვებოდი, აბა ვნახოთ ახლა ჩერის ფიტნესი. ფივარჯიშე ძალიან კარგად თავიდან ცოტა რთულია, იმიტომ რომ თან რო არიცე კარგად რა მოძრაობა როგორ კეთდება და თან რო ხალხში ხარ და თან რო დარბაზში და თან რო ცოტა დიდი ხანი გჭირდება თვითონ მოძრაობის გასააზრებლად, ცოტა რთულია. მაგრამ, მე ავიღე level 2, იმიტომ რომ level 1 ადრე გავლილი მაქვს და ძალიან მარტივი იყო და გადავწყო რომ პირდაპირ 2-ით დამეწყო. ცოტა რთული მოძრაობები იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ერთი ის რომ უმოძრაოდ გულისხმობ რომ ეს ვარჯიშები არ გამიკეთებია და კუნთები არ მაქვს გამაგრებული, მაგრამ აი ვგრძნობ რომ ყველა საჭირო კუნთი ამიმოძრავდა. თვითონ აპლიკაციაში ძალიან მარტივად არის ყველაფერი, ყველა დღეზე არის სხვადასხვა ვარჯიში გაწერილი, მათ შორის გახურება არის, გახურების ინსტრუქცია, რომელიც ყველა ვარჯიშის წინ უნდა გააკეთო და ასევე გაწელვის ინსტრუქცია, რომელიც ყველა ვარჯიშის მერე უნდა გააკეთო. რაღაც ვარჯიშები იყო, რასაც ვერ ვაკეთებდი და გამოვტოვე და სხვა რაღაც გავაკეთე, რა ჩემი ცოდნით, რაც ვიცოდი, დაახლოებით მსგავსი. და თქვენცაც ალბათ რაღაცები იქნება, ყველაფრის გაკეთება აუცილებელი არ არის, უბრალოდ რეკომენდირებული არის. ეხლა წავიდეთ სახლში, შობას ველოდებით სტუმრებს და რაღაცეები წინასწარ უნდა მოვამზადო. ამ კვირაში მოკლედ შევეცდები, რომ ყველა ის უნარჩვება განვივითარო, რომელიც მაკლია და რომლისას დრო არ მაქვს არასდროს. ერთი არის ეს ვარჯიში და აუცილებლად ეხლა ეს კვირა ყოველდღე ვივლი წრეში, რომ ყველა კვირის დღე კარგად გავიაზრო და დილიდან ადრე ავდგები და ამას ადრე გავაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ რაც უფრო გვიან ვიღუძებ, მით უფრო შენელებული ვარ და მით უფრო გვიანდება ყველაფრის გაკეთება. წავიდეთ ახლა სახლში და დღეს ვარ დაპატიჟებული ასევე ჩემ მეგობართან, დედამისი აკეთებს ძალიან გემრიელ ნამცხვარს, ოპიუმს და იქაც თუ მოვასწარე აუცილებლად უნდა წავიდე, იმიტომ რომ ძალიან მინდა ტკბილი დროებით. საღამოს 9:30 არის, მივდივარ ჩემ მეგობართან, მაგრამ იქამდე გზაში ვერ მოვიწმინე, გუშინ გავსინჯე გემრიელესი, ჟელიბონი ქვია, ტროლი დინორექსი და არის ხილის არომატებით. ეხლა ნახოთ, გუშინ ჩემ მეგობარმა გამოსინჯა და მარტო 2 ფერი ქონდა დარჩენილი და ვნახოთ სხვადასხვა გემოები. ითხრა რომ ყვითელი იყო გემრიელი. პატარა დინოზავრი კი. Çankaya. Anne. Uğurlusu. Sazantrosiyam tane. Წითელი ვნახოთ. ეს არის ალუბლის. მგონი უფრო ალუბლის ან ჟოლოსი. ეს არის მოიასამნის სფერო. მოცვი. და ლურჯი მახსოვდა რომ იყო ცუდი. და ვნახოთ პროსტა რისი არ მახსოვს. ვერ ხვდები რისია. ანუ კაია, რომ მეორეც ვიყიდე. რომ იქ ხალხს ვაჭამო და ერთი მთლიანად მე. წავედით ახლა გემრიელობები ვჭამოთ.
მოვდიოდი სახლისკენ და დამაბარეს ატრია და ეხლა ვდგავარ შუა ჭავჭავაძეზე. აი აქ რამე კაი რო არის მარტო ეს არის ღია. ანუ ველოსიპედის ხაზზე და ველოდები რომ გამზადონ რომ უცბად გადავიდე და გადმოვიდე. სხვა გზა არ მაქვს. იმედია რომ ეს სკუტერი არ წამოვა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვდგავარ. ვქნა. ჰაი, 4-შაბათი დღე არის, სახლში მიდის მზადება. ხა 4-შაბათია დღეს, ეხლა დავფიქრდი კი. უცბად გამოვიქეცით სითიმოლში, მანქანა ისევ ვერ გავაჩერეთ და ჯერ მარტო მე გადმოვედი. უნდა ვნახო ყურსასმენები. რაღაც ჩიპი და გვაქვს ასევე დრესაპში 1-2 რაღაც საყიდელი. გეტყვით როგორ სავარჩევ, მოკლედ ორი არჩევანი მაქვს AirPod 4-ის. ერთი ვერსია არის, რომელსაც noise cancellation-ი აქვს და მეორე ვერსია არის ამ noise cancellation-ის გარეშე. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ noise cancellation-ი კარგია. იმიტომ რომ აი შეხვედრებზე რო შევალ მანქანიდან ან სხვა ადგილიდან დამეხმარება, რომ უფრო კომფორტულად მარტივად ჩავერთო, მაგრამ მეორეს მხრივ აი ძალიან არ მიყვარს, საერთოდ რო არ მესმის, გარეთ რა ხდება. ანუ აი საერთოდ რო არ ისმის. რაღაცა ორიენტაციას მიკარგავს და ამიტომ არ ვიცი, ვერ გადავწყვიტე ზუსტად რომელი მირჩევნია და ალბათ ადგილზე მოვიფიქრებ, რა თქმა უნდა noise cancellation-ით უფრო ძვირი ღირს. და ჩიპი მინდა რისთვის ახლა გეტყვით, მოკლედ მე ხა ამ ვიდეოებს ვამონტაჟებ. კიდე სხვა მიმონტაჟებს ამ ვიდეოებს და ამ ვიდეოების გადაწერა ჩემი ედიტორის ლეპტოპში არის კიდე ცალკე საკითხი. იმიტომ რომ მე რო დრაივზე ავტვირთო არ გამოდის. და ჩიპი მჭირდება მეორე, რომ ერთი ჩიპი დაუტოვო ხოლმე, თვითონ იქიდან გადაიწეროს და მე მეორე ჩიპით გადავიღო. ეხლა ვნახოთ თუ ექნებათ. მოვედი Zoom-ში. თქოს უნდა PlayStation-ი დაბადების დღეზე, მაგრამ ვერ ეღირსება. თქვი PlayStation-ი რო გინდა დაბადების დღეს და რა ვერ ეღირსები. PlayStation-ი მინდა და მაგრამ მიფატრება. კი, სხვაგან მოკლედ ჩავიძინე ერთ-ერთი რაღაც კიდე რისიც მეშინე და იყო ის რომ ყურზე არ მომერგებოდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რივიუ ვნახე. რაღაცებს ეწერათ რომ საერთოდ ვერ იკეთებდნენ და მე თვითონაც რომ ამოვიღე ყუთიდან და გავიკეთე. ცოტა გამიჭირდა გაკეთება, მაგრამ ეხლა ძალიან კარგად არის, ასევე noise cancellation-ს შენი სურვილით ურთავ და უთიშავ, ეგეც ძალიან კარგია და კარგი noise cancellation-ი აქვს. იმიტომ რომ სითიმოლში დავდივარ, მუსიკები არის აქ და ნაწილობრივ მესმის. მოკლედ მომწონს კმაყოფილი ვარ. ყურზეც მარტივად დამემაგრა და ასევე ძალიან კარგი ჟღერადობა აქვს და მომენატრა ყურსასმენებში მუსიკის მოსმენა, იმიტომ რომ ჩემი ძველი AirPod-ი უკვე ძალიან დაძველდა და ძალიან ცუდი ხმა ჰქონდა, ძალიან მალე ჯდებოდა და მოკლედ კარგი შენაძენია და შეიძლება ჩიპი არ ჰქონდათ Zoom-ში. ეხლა ალტაში მოვიდი რომ აქ ვიკითხო. ჰქონდათ არც ალტაში, არც ელიტში და ეხლა ძალიან კაი რისერჩის გაკეთება მომიწევს. სად ვიყიდი გამოწერის გარეშე ამ SanDisk-ს. მოვედით დრესაპში. ამის 12-ის ნახევარია, მივდივარ ეკლესიაში, შობას უნდა შევხვდე. შობას გილოცავთ. ღამის პირველი საათია, ბრუნდები სახლში, ეკლესიიდან სამწუხაროდ ვერ ვეზიარები. დავიდეთ. ხვალ ველოდებით სტუმრებს და დილიდან ალბათ ისევ სამზადის შეუდგებით. დღეს მთელი დღე ამას დავუთმეთ. რაც შეეხება ჩემს ვარჯიშს, დღეს ჩემი ვარჯიში იყო სახლის დალაგება
და ხვალაც ვფიქრობ ეგ იქნება ჩემი ვარჯიში. ნახოთ დილით ადრე თუ გამეღვიძა, შეიძლება გავიდე სასიარულოდ, თუმცა სახლშიც არანაკლებად დავიტვირთე. აი, მოკლედ გუშინდელმა დღემ ძალიან კარგად ჩაიარა. სადღეგრძელოები და ჭამას აღარ გადავიღე, მაინც ყველას არსია მოვნებს. და გავითვალისწინე, რაც შეეხება ჩემს ჩიპი შევიძინე მაიმარკეტზე საბოლოოდ, იმიტომ რომ არსად არ მქონდა ზუსტად ის მოცულობა, რაც მინდოდა და ეხლა აღმოჩნდა რომ ჭირდება ჩიპის გადამყვანიც და ჩიპის გადამყვანიც სადღაც ონლაინ მაღაზიებში არის, მაგრამ ცოტა დიდხნიანი მიწოდება აქვს და ეხლა რაღაც რენდომ მაღაზიაში უნდა შევიდე და ვნახო თუ არის შესაძლებელი აქვე ყიდვა თუ არა და არ ვიცი რა შეიძლება. დიდიღმში იმედი არ მომიწევს წასვლა. დღეს მაქვს 6 საათზე ლექცია, იქამდე უნდა ვივარჯიშო. შედის აპლიკაციით, თამამდელი დრო უნდა გავაკეთო, უკვე გადავხედე ვარჯიშებს და საკმაოდ საინტერესო ვარჯიშებია. ეხლა გადავალ ფოტოცენტრი არის მოსაშულზე და ვნახოთ თუ იქნებათ გადამყვანი. გამიშვეს აქსესის აგროჰაბთან ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიაში. ნახოთ. შევიძინეთ ძალიან საყვარელი, მოყვება Type-C-ს და USB-ს გადამყვანი. ჩიპიც დავტესტე, შედის, ახლა მთავარია რამე პრობლემა არ ქონდეს უშუალოდ ვიდეოების გადატანის დროს. ცოტა უფრო დამშვიდებული გულით ვივარჯიშებ. ეს არ მეყიდა. მოკვდებოდი. მოკლედ დაიტესტა ყურსასმენი ცოტა ექსტრემალურ მოძრაობებში და აშკარად მარჯვენა ყურსზე არ მერგება ისე კარგად როგორც მარცხენაზე. და მოკლედ ვინც ყიდვას აპირებთ იცოდეთ რომ ხო გულწრფელები ვიყოთ ოდნავ რთულად ერგება ყურსი. მარცხენაზე ცოტა იმედიანად ვარ, მაგრამ მარჯვენაზე ბძვრება. ალბათ მიყული სხვადასხვა ფორმის, მაგრამ მაინც ეგ ძველი ვერსია ბევრად უფრო კომფორტული იყო. დანარჩენი ძალიან კმაყოფილი ვარ. წავალ სახლში, მოვწესრიგდები და წავალ ლექციაზე. დავასრულე დღევანდელი დღეც, ლექციაც წამოვიღე შუალედურები, შესასწორებლად, ანუ 100 შუალედური უნდა გავასწორო მართლა, ანუ ძალიან ცუდი საქმეა. მეხუთე კვირის ვლოგსაც ვასრულებ და მიუხედავად იმისა, რომ წინა ვიდეოზე იმედგაცრუება მქონდა, რაღაცები წამეშალა, მოკლედ უდიდესი შემართებით ვაგრძელებ. უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ჩემს მიერ რეკომენდირებულ პროდუქტებით ისარგებლეს. ვიღაცებმა რაღაცები იყიდეს, ვიღაცებმა რაღაცები გასინჯეს და მწერენ, ოღონდ ჯერჯერობით ჩემი ნაცნობები, ანუ უცნობ ადამიანებთან ჯერ ვერ გავედი კონტაქტზე. რაღაცები მაქვს გასაუმჯობესებელი. და გვპირდებით, რომ შემდეგ ვიდეოებში უფრო და უფრო გაუმჯობესებულ ვერსიებს შემოგთავაზებთ ვლოგების. დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ. 60 subscriber-ი მყავს და გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, დაგვილაიქოთ, დაგვიწეროთ კომენტარები, რისი ნახვა გინდათ, რა გაკლიათ, ასევე გავიგე, რომ ემიგრანტებისთვის არის ძალიან საინტერესო ჩემნაირი ტიპის კონტენტი, ვისაც საქართველო ენატრება, ან ზოგადად ვინც გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას და უნდა რომ წინასწარ მოინიშნოს ის ადგილები, სადაც ძალიან გემრიელად შეიძლება ჭამოან, სადაც გაერთოვან, სადაც წახვიდე. ეხლა ვარ გაჩერებული. გოგებაშვილის 20 რა ნომერია? 29 ნომრის მოპირდაპირე მხარეს. ნობლესი შემხვდა გალერეა, სადაც
ძალიან კარგი ქართველი ხატრობის ნამუშევრები არის გამოფენილი გასაყიდად და ულამაზეს გალერეა არის. დაათვალიერეთ და გემშვიდობებით.